სანამ იმას ვიტყვი, რაც დღეს მინდოდა რომ მეთქვა ძვირფასებო, მინდა რაღაც თქვა პატივი, ადამიანის პატივთან დაკავშირებით. როდესაც რაღაცა მინდა ხოლმე თქვენს წინაშე გამოვიდე და თქვა, ჩემ გულში ჩხრიკავ ხოლმე მაქსიმალურად სადამდეც შემიძლია რომ არ მინდა იყოს ჩემი პატივი, მინდა რომ ღმერთს მიეგოს პატივი. ხო და მე ამაზე რომ ფიქრობდი, ბევრს ფიქრობდი ღმერთო, ჩხრიკავ ადამიანის შენ გულში რაც ხდება ყველაზე კარგად შენ იცის. და ამ პატივზე რომ ფიქრობდი ღმერთო, არ მინდა მეთქი ადამიანური პატივი, არამედ შენი სახელი განდიდეს მეთქი ეკლესიაში. გამახსენდა მუხლი. არ მახსოვდა ეს მუხლი, რომელიც წიგნში ეწერა, მაგრამ მოძებნე ეს არის ესაიას 45:4 არის ძვირფასებო. წერია ჩემი მსახურის იაკობის და ისრაელის ჩემი რჩეულის გულისთვის მოგიხმე შენი სახელით. პატივი დაგდე, თუმცა არ გიცნობდი დიდება ჩვენს უფალს. პატივი დაგდო ჩვენ ღმერთმა მანამდე, სანამ ჩვენ მას გავიცნობდით. და ამაზე მეტი პატივი რა ჩვენ ღმერთმა დაგდო, ჩვენ ვერ დავდებთ ჩვენს თავს. ეს არის ყველაზე დიდი პატივი, რაც გვაქვს ღმერთისგან მიღებული და ეს პატივი გვაძლევს უფლებას და ძალაუფლებას, რომ მისი სახელით ვილაპარაკოთ. ამ სახელში ვართ, პატივი გვაქვს უკვე დადებული ღმერთისგან. მადლობა უფალს ამისთვის. ძირითადი რაც მინდა ვთქვა, დღევანდელი ჩემი მესიჯი ჩემი დებისა და ძმების მიმართ არის დაახლოებით 7 წლის წინ საერთოდ ძალიან სწრაფად გადის დრო, იმიტომ რომ რაღაცას რომ ვიხსენებ ხოლმე მინდა ვთქვა, ვფიქრობ რა ეს იყო 6 თვის წინ, 7 თვის წინ, მაგრამ რომ გამოჩრიკავ 6 და 7 თვის წინ, არ იყო 7 წლის წინ ყოფილა და გონია რომ აგერ იყო გუშინ წინ. ვერ ვეწევით დროს. ის არის მიზეზი ის არის ალბათ რომ ჩვენ მარადიულობისთვის ვართ შექმნილი და ზოგადად დროის დავიწყებ, სულ გვავიწყდება დრო რომ გადის. ერთ საღამოს სახლში ვიყავი, ერთ მშვენიერ საღამოს, ჩვეულებრივ საღამოს. ფილმს უყურებდი, შეიძლება ბევრმა იცოდეთ, სათაური აღარ მახსოვს, არის 4-5 წლის მეოთხე კლასის გოგონა, რომელსაც ძალიან აქვს განვითარებული მათემატიკური ნიჭი. და ეს ბავშვი, ამ ბავშვზე იყო ეს ფილმი გადაღებული და ყავს მამა თუ ბიძა, აღარ მახსოვს ზუსტად და ერთ საღამოს ეს ბავშვი და ეს მამა სეირნობენ გარეთ. და ღმერთიო არისო ეს ბავშვი ეკითხება, ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ის 2 სიტყვა, 3 სიტყვა მახსოვს ზუსტად რა თქოს. ღმერთი არისო და ეს ბავშვი ეკითხება და ამ კაცმა არ მახსოვს რა უპასუხა და მე ეს ბავშვი ეუბნება, აბა ხო გწამსო რომ ღმერთი არისო და ამ ბიჭმა იცით რა უთხრა, რწმენა არისო გრძნობა. და მე ახლა ვიცი რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა და ძალიან იმედი გამეცნდა, თუ რწმენა გრძნობაა, შეიძლება ერთ შვენიერ დღეს დაკარგო, ანუ მომივიდა ფიქრები, რომ ესე შეიძლება როგორც ყნოსვა დაკარგო, ისე შეიძლება რწმენა დაკარგო. და ძალიან განვიხიბლე, აი თავის ტკივილი რომ გაგივლით, ისე გამიარა რწმენა. საერთოდ რაღაც ისე ღამეს მონოსხული ვიყავი, ვერ ვიყავი მშვიდად რა, რაც წამდა უცბად დამეკარგა ეს რაღაცა და მე მეორე დღეს მოვედი აქ ლოცვის სახლში, ლოცვის მსახურება იყო და ვილოცეთ, ძმებიც იყვნენ, დებიც იყვნენ და მე ლოცვის შემდეგ დავსხედით და ვილაპარაკეთ. და კიდევ იმით ვარ მოცული, აი მორწმუნოება მაქვს შინაგანად, რომ რწმენა თუ გრძნობა არის, ასე ეგ შეიძლება დავკარგო და ანუ ერთ დღეს შეიძლება ეს რაღაცა დამთავრდეს. და ლოცვის მსახურების დასრულების მერე საუბარში აღარ მახსოვს რაზე იყო საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი ძმა ამბობს, ხო აბარაო, რწმენა ეს გრძნობა არ არისო. და მივხვდი რომ ეს ღმერთისგან იყო, რაც იქ მოვისმინე და რამაც დამანგრია, იმის საპირისპირო თქვა ზუსტად იმ ძმამ და მივხვდი რომ ეს ჩემთვის იყო და მივხვდი რომ ეს ღმერთისგან იყო. რწმენა ახლა გრძნობა არის თუ არ არის, მე ამაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ რა ღმერთი უყურებს, რაღაცამ დამანგრია, მაგრამ ღმერთმა უცბად მითხრა საპირისპირო რომ ესე არ არის. ეს 2025-ში იყო ერთ-ერთი მსახურება დასრულდა და მსახურების მერე განსაკუთრებით როდესაც ზაფხული და გაზაფხულია, ვცდილობ რომ სოფელში წავიდე ხოლმე, რაც შეიძლება მალე წავიდე.
წასვლა მინდა ასე ველოდები დამთავრდება მსახურება უნდა წავიდე და სანამ გავიდოდი რაღაცნაირად რაღაცა ვიგრძენი რომ შინაგანად ვიგრძენი რომ ერთ-ერთი დასთან უნდა მივსულიყავი და ის სიტყვები უნდა მეთქვა რაც უნდა მეთქვა ზოგს აქვს ხოლმე ესეთი ლამაზი ლაპარაკი შეუძლია თბილის საუბარი რაღაცა მაგრამ მე მაინც და მაინც არ გამოვირჩევ ესეთი საუბრით მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა და ისეთი სიტყვები მომივიდა რომ მივხვდი რომ ეს ჩემგან არ იყო უნდა მეთქვა წავიდა ასე ჩემი ფეხები თავისით მივიდა ამ დასთან და უთხარი ის რაც ქონდა შინაგანად და არ ველოდებოდი ამ დასს წამოსვიდა ცრემლები და მითხრა რომ ეს ზუსტად ის არის რომ ახლა რისი გაგებაც მინდოდაო და ჩემი გონებაც გაკვირვებული გონებას სულს ვერ მიყვება ხოლმე და გამხნევდა რაღაცა ისეთი მოისმინა რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემო ძვირფასებო ეს არის ორი პატარა ამბავი თუმცა უფალში არ არსებობს პატარა და დიდი ამბავი მისი წვრილმანიც და მსხვილმანიც ერთნაირად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ცხოვრებისთვის ჩვენი აღშენებისთვის არ არსებობს წვრილმანი ამბები რისი თქმა მინდა იცით ეს ყველაფერი რაც მოხდა შეიძლება ძალიან მხატვრულად ვერ გადმოვეცი ძალიან დეტალურად ვერ მოვყვევი მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა რომ გითხრათ და რაც აი ეს ბოლო 4-5 დღე არის მე მახარებს პირადად შინაგანად ეს არის ის რომ ეხლა იმ რწმენაზე რაც ფილმიდან მოვისმინე ამ გადასახედიდან მეღინება იმიტომ რომ დღეს ვიცი რწმენა რა არის რწმენა არის ეს არის ჩემი სიცოცხლე ჩემი დგომა უფლის წინაშე ჩემი მაკავშირებელი ხიდი ზეცასთან ეს არის რწმენა ეს არის სულიერი ნიჭი სულიერი საჩუქარია რაც მაქვს და არაფერი არ აქვს ამას საერთო სხეულებრივ ხუთგრძნობასთან ეს ამის მიღმა არის მაგრამ მაშინ წუთში საჭირო იყო ის ჩემთვის რომ უფალზე პასუხა გავემხნევებინე რისი თქმაც მინდა ძვირფასებო ეს არის ის რომ ღმერთი აკონტროლებს თავის ეკლესიას თითოეული შვილი თითოეული მისი შვილი ვინც ხოვთქვით მის სახარებაზე და ვისაც მოხდა ხელმწიფება მის შვილებად გახდომისა ღმერთი აკონტროლებს ჩვენს გულებს კონტროლი ცუდი სიტყვა იმ გაგებით რომ კონტროლი ისე კი არ აკონტროლებს იესო ჩვენს გულებს როგორც მათრახი გააკეთა და ტაძარში შევიდა ფხიზლობს ჩვენზე ამის თქმა მინდა ფხიზლობს ჩვენზე თითოეული ჩვენთაგანის გულის ბზარს ხედავს ზუსტად იცის რომელ ბზარში სწრაფად უნდა ჩაერიოს სასტრაფოდ არის მომენტები როდესაც უფალი ძალიან სწრაფად ერევა ჩვენს ცხოვრებაში ისე რომ უცბად მოაგვარებს რაღაცას არის ისე რომ ძალიან აჭიანურებს ამას მაგრამ კი არ აჭიანურებს რეალურად შენი გულის წურთნის პროცესი მიდის არის ესეთი მომენტები დიდება ჩვენს უფალს მაგრამ რაც შეეხება შენს რწმენას შენი რწმენის განელებას შენს დაცემას ძალიან ფხიზლობს თითოეული ჩვენთაგანის გულზე როგორც კი შენს რწმენას რამე საშიშროება ემუქრება აუცილებლად უცბად იმოქმედებს რომ არ დაეცე ამისთვის ეს დღეები ამაზე ვფიქრობ და ძალიან გახარებული ვარ ღმერთი აკონტროლებს უფალი აკონტროლებს მის ეკლესიას აკონტროლებს იმ გაგებით რომ ფხიზლობს თითოეული მისი შვილის გულზე რომ არ დაკარგოს რწმენა არ დაილიოს მისი დგომა უფლის წინაშე არ დაეცეს თუ დაეცემა ფხიზლობს წამოაყენებს ეს არის ძალიან ძვირფასი პროცესი ფხიზლობს ის ჩვენზე ძირითადად ფხიზლობს ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე სულიერ მომენტებზე ხორციელი მდგომარეობა და მომენტები ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის მაგრამ ჩვენი ღმერთი სულის ღმერთი არის ძირითადად რომ თქვა დიდება ჩვენს უფალს და კიდევ ჩვენ ვიცით რომ ვამბობთ ხოლმე და გაგვიგია ხშირად რომ ბოროტმა იცის ჩვენი სისუსტეები იცის საიდან დაგვარტყას როგორ მოგვიქონოს თავი რა გააკეთოს რომ ჩვენ ავწდეთ გზას და ამ ფიქრებზე ვჩერდებოდი ხოლმე მაგრამ ეს დღეები იცით რაზე ვფიქრობ ბოროტმა ხო იცის ჩემი სისუსტეები მაგრამ ჩემმა ღმერთმა უკეთესად იცის ჩემი სისუსტეები ყველა ჩემს სისუსტეში მტისიერად ჩაერევა გამაფრთხილებს
ან სიზმარს მანახებს, ან ხილვას მანახებს, ან საერთოდ ისე გააკეთებს რაღაცას, რომ ვერც კი გავიგებ რა მოხდა ჩემს გარშემო. იმიტომ რომ ჩემმა ღმერთმა იცის ჩემი და თქვენი სისუსტეები და ის ფხიზლობს ჩვენ სულზე. ის აკონტროლებს თითოეული თავის შვილის მდგომარეობას. არავის ეჭვი არ შეგეპაროთ თუ ვინმეს რამის მიღება გაგვიანდებათ, იცოდეთ სასიკეთოდ ხდება ეს რაღაცა. სასიკეთოდ არის და მოვადრო რომ გამარჯვების ყიჟინას დავცემთ ვიტყვით რომ გავიმარჯვებთ დიდება ჩვენს უფალს ვიფასება. ამის თქმა მინდოდა ეს 2-3 დღე ამაზე ვფიქრობ გამახსენდა ეს ძველი ამბავი მე წინა წელს აქ მომხდარი ამბავი და ეს ამბები იმდენ არ არის მნიშვნელოვანი ის არის რომ ღმერთი ჩაერია ამ ყველაფერში და ჩემს უგუნურებაში გამამხნევა რასაც ვერ ხვდებოდი იგივე უგუნურებით მიპასუხა ჩემთვის გასაგებ ენაზე და დამაყენა ისევ რწმენაში უფრო მეტად ჰქონდა რწმენა ვიდრე წინა დღეებში იმის შემდეგ ამიტომ მადლობას ვუხდი მე ჩვენს ღმერთს მადლობელი ვარ რომ ის ერევა ჩვენს ცხოვრებაში მადლობა რომ მისი სახელით ვიწოდებით გვაქვს ეს პატივი და ჯერავს და მწამს რომ მისი შვილის თითოეულის ცხოვრებას და სულიერ მდგომარეობას ის აკონტროლებს და ფხიზლობს მასზე ამისთვის დიდება ჩვენს უფალს ვიფასებო მე ძალიან გამხნევებული ვარ ეს 2-3 დღეა და ჯერავს რომ თითოეული თქვენთაგანმაც მიიღეთ გამხნევება იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება და გვინდა იმის ცოდნა რომ უფალი ფხიზლობს ჩვენზე ის ფხიზლობს ჩვენზე არ თვლებს არ ძინავს ჩვენ ხანდახან გვძინავს მაგრამ მას არ ძინავს დიდება ჩვენს უფალს მე მოკლედ ვილოცებ და დავიკავებ ჩემს ადგილს